დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა. მინდა ერთ კომენტარს უპასუხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოვხატავ კომენტარის ავტორისადმი პიროვნულ პატივისცემას და უპასუხებ. კომენტარი კი ასე ჟღერს: მამას პირიდონ როგორ იხსენიებენ უწმინდეს სრული ტიტულატორი თუ აფხაზეთისა და ბიჭვინთის კვეცით. მოგეხსენებათ, მე ახ ვიმყოფები მოსკოვში და მწირე მამა ანდრია ткачевთან და გამოუხატე ჩემი როგორც ქართველი სასულიერო პირის მხრიდან პატივისცემა. მე და მამა დავითი დათუაშვილი ერთად ვიყავით და გამოუხატე პატივისცემა იმის გამო, რომ მამა ანდრია ткачевი ძალიან დადებითა და თბილად იხსენიებს ქართველებს, საქართველოს ქართველ წმინდანებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია გადადგმულიყო და მე ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან აუცილებელია ესეთი სახალხო დიპლომატიის გააღრმავება და გაფართოება. ახლა შეეხება უშუალოდ შეკითხვას. თვითონ ის ფაქტი, რომ პატრიარქის მოხსენიება ამ შემთხვევაში საქართველოს ქართული ეკლესიის პირველი პირის მოხსენიება რუსულ ტაძრებში, ესე არ ხდება. ეს ხდება მხოლოდ, როდესაც წირვას აღავლენს რუსეთის პატრიარქი. ისევე როგორც ქართულ ტაძრებში ჩვენ არ ვიხსენიებთ რუსეთის პატრიარქს, ეს ურთიერთმოხსენიება პატრიარქების ხდება მხოლოდ საპატრიარქო წირვის დროს. ეს კონკრეტულად. ასე რომ თვითონ მამა ანდრიასთან ერთად საქართველოს პატრიარქის მოხსენიება მამა ანდრიას მხრიდან სავალდებულო არ იყო, საერთოდ არ მისი ტიტულატორით, რა თქმა უნდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქართველები ვიყავით თანამონაწილენი ლოცვისა, მან დალოცა მისი უწმინდესობა და ეს ვიდეოში და ჩანს გალობლებმა და შეიძლება ითქვას, თელმა ეკლესიამ იგალობა იქ ჩვენი პატრიარქის დალოცვის საგალობელი. ვიდეოში ჩანს. ამასთან ერთად მინდა ხაზი გაუშვათ გარემოებას, რომ ნებისმიერი სახის პრობლემები ჩემოს ვიფასო ადამიანო გვარდება ურთიერთობით, დიალოგით, საუბრით და მე მივესალმები, რომ გაგრძელდეს, გაყრბავდეს ქართულ-რუსული ურთიერთობები და დიალოგები. თუნდაც იმიტომ, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ასე თუ ისე წავიდეს მოგვარებისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პირად ცხოვრებაში, როდესაც გაქვთ რამე სახის პრობლემები, ცდილობთ ხიდები გამოძებნოთ პრობლემის სათავესთან, რათა ეს პრობლემები მოგიგვარდეთ. პირად ცხოვრებაში მე დარწმუნებული ვარ, კი ახლა და ზუსტად ვიცი, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ზუსტად ასე იქცევით. სახელმწიფოებიც ასე უნდა აკეთებდეს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთი, კერძოდ ანგლოსაქსები, აქ საქართველოში უზარმაზარ ფინანსებს ხარჯავენ, რათა საქართველოში იყოს ანტირუსული ისტერიკა და ვერ მოხერხდეს ქართულ-რუსული ურთიერთობების დალაგება, საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, საქართველოში მართული ანტირუსული ისტერიკა მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ გადაზრდილი არის საქართველოში რაღაც ფაშისტურ, ნაცისტურ გამონათქვამებში, რასისტულში და ეს საერთოდ ეროვნული სიძულვილი, რომელიც იმ მცირე ნაწილში, ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილში, ეგრეთ წოდებულ აგრესიულ პროდასავლელებში არის, ეს არის, რა თქმა უნდა, ანგლოსაქსების ინტერესებში. მეთქვა სიკეთე მოგცეთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ მაღალ ღმერთმა. მე ყველა შემთხვევაში ამ შეკითხვისთვის მინდა მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ საშუალება მომეცა დანარჩენ საზოგადოებას, ვინც დაფინანსებულია და დაფინანსების გამო ეწევა ანტირუსულ ისტერიკას და დიალოგის წინააღმდეგია და თან დარწმუნებულია, რომ დიალოგი შედეგებს დებს. ამათ მისამართით პასუხს არ ვიძლევი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ასეთი
გამალებული პროპაგანდის შედეგად არიან მოტყუებულები და ფიქრობენ, რომ დიალოგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის რაღაც სამშობლოს ღალატი და ასე შემდგომ. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, სიკეთე მოგცეთ უფალმა და კიდევ ერთი. როდესაც ჩვენ ვიღაცები ჩვენში არიან თანახმანი ეგრეთ წოდებულ ევროინტეგრაციაზე და თან ყველა მიცის, რომ ევროკავშირი ოფიციალურად ითხოვს ჩვენგან ეგრეთ წოდებულ ლუკუბოტო პროპაგანდის დაკანონებას და შენ თანახმა ხარ ადამიანი ლუკუბოტო პროპაგანდის დაკანონებაზე, ოღონდ ევროკავშირში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანდი, შენ ავტომატურად ხდები არა პირდაპირ, მაგრამ ირიბად, როგორც მინიმუმ ხდები გეი აქტივისტი. ამიტომ ჩემი პოზიცია კი ასეთია, ჩემო ძვირფასებო და შეკითხვის ავტორს მოგმართავ, თუ კი თქვენ მზადებით ევროკავშირის სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრე, თქვენ როგორც მინიმუმ მზადებით არაპირდაპირი გეი აქტივისტი. ეს არის ღირსებაზე უარის თქმა, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევისთვის და ჩვენ უპირველეს ყოვლისა, თუნდაც იმ დროს, როდესაც თქვა ტერი დაგვამარცხებს, ღირსება უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. თუ საჭიროა და აუცილებელია ჩვენი ამ ქვეყნა გასვლა, თქვათ მტერი ვკლავს, ღირსებით უნდა შევძლოთ გასვლა. ხოლო ის რომ ოღონდ სადმე შევიდეთ და ამაზე გეი პროპაგანდაზე თახვდებოდეთ, ეს არ არის ღირსეული ნაბიჯი. ხოლო მტერთან დიალოგში კი რამე არაღირსეული არაფერი არ არის. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, გაგახაროთ, გაგაზიაროთ უფალმა, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის პრობლემების მოგვარება უპირველეს ყოვლისა ჭკვიანი ადამიანები ცდილობენ მოლაპარაკებებით, ურთიერთობებითა და დიალოგით. დაგლოცოთ და გაგახაროთ მაღალმა ღმერთმა. მადლობა ყურადღებისთვის და მოსმენისთვის.